მოყვარე ქრისტემ დაგლოცოთ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაით დღეს თქვენთვის უჩვეულო დღეა, იმიტომ რომ ამ დროს და ჩემთვისაც ამ დროს აღსარებების რიგში დგახართ, იყინებით გარეთ და მე კიდე თქვენ ცოდებს ვისმენ ხოლმე. დღეს ისე მოხდა, სტუმრები გვყავს ბევრი ხედავთ და ამიტომ არ იქნება სწორი, რომ სტუმარს ზოგი შევაქციოთ და შინაურულად აღსარებები მივიღოთ. თუმცა რომ თქვათ აი ამ კუთხითაც რომ თქვათ თქვენ თლათ გულნაკოვლები არ იყოთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ზოგადად შევხედოთ ჩვენ სულიერ მდგომარეობას და დავინახოთ კიდევ ერთხელ არსი ცოტა ღრმად ძალიან ზედმეტი შეიძლება მომივიდა არ როგორ შეიძლება თქვა ქრისტიანული ცხოვრების არსი ამოწურვა, მაგრამ ის რაც ჩვენ შეიძლება დღეს კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქროს და კიდევ ერთხელ გავიაზროთ რისთვის მოვდივართ და რას ვაკეთებთ როცა მოვდივართ. ჩვენ უცნაური რაღაცა გვჭირს საერთოდ ქრისტიანებს. ჩვენ გვაქვს წმენა, რომელსაც ვერანაირი ლოგიკით ვერ ხსნი. იმიტომაც არის რომ ათეისტურად განწყობილი ადამიანები ჯერ გაკვირვებით ვიყურებენ, სულელებად გვთვლიან და ხანდახან ეს სიძულვილშიც გადასდით და მე მათი ძალიან კარგად მესმის. მათი ეს ემოციური გამოვლინება საკუთარი ურწმუნოებისა, როცა ისინი მორწმუნეს ხედავენ. შეიძლება ითქვას, რომ მათი დაჩაგრული სულის ყივილიც არის, რომ თითქოს შველას ითხოვს და რო არის ის რაქნას აი ეს ემოციურად გამოხატავენ და მე მათი ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ავხსნათ რა გვჭირს, როცა ჩვენ მორწმუნენი გავხდით, რა დაგვემართა, რატომ დგავართ საათობით, რატომ მოვდივართ თითქმის ყოველ დღე, რატომ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ესე გამოვეთიშოთ ამ სამყაროს დროის მდინარებას. ეხლა ეს 3 საათი რაც აგვიდექით, ჩვენთვის დრო განა არსებობდა, ხო? თუ სადმე არსებობდა, რომ ჩვენში გულის თქმის სახით შემოდიოდა, რომ ის საქმე გაკ რაღაც პრობლემა გაკის, ხო, ვცდილობდით გავამდენოთ, ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ დროს გამოვეთიშოთ, დრო გავაჩეროთ. აი აქ და ამითაც რაღაცნაირად ვადასტურებთ, რომ ჩვენ მარადიული არსებანი ვარ და ყოველ შემთხვევაში დროის ის ფორმა და ის სახე, რომელიც აი აქ ნივთიერ სამყაროში არსებობს, ჩვენთვის უცხოა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება იყოს ამ სამყაროში ჩვენთვის ის დროში სწორედ არ არსებობს. ის დრო სწორედ მისი მტერია, ანუ ბედნიერების განცდა, სიხარულის განცდა, რომელიც მყისიერია, წამისმიერია და დროის მდინარებას მიაგდა. ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ აი აქ დრო გავაჩეროთ, შევაჩეროს და ის რაც ჩვენ მოგვეცა რწმენა, ამით რაღაცნაირად გავაცოცხლოთ. თუმცა ჩვენ ამის ლოგიკური ახსნა ბოლომდე არ შეგვიძლია. ჩვენ მოვდივართ ეგრევე დღეს აღსარების დღე საათობით დილიდან, ჯერ ღამეა ხოლმე, ხო, ესე იგი 2 საათზე, 3 საათზე მოსულა ზოგი და ამ დროს ადამიანი ეწერება აღსარების სიაში და ესე იგი იყინება გარეთ, მე თვითონ გაუცებული ვარ, რომ გიყურებ, საათობით დგას და რო შემოდის, გაბრაზებული კი არ არის უხარია. ნუ გაბრაზებული ხანდახან არის ხოლმე, ცოტა რომ გავდივარ 5 წუთი. ანუ უხარია ადამიანს, რა გიხარია? ისევ ეს რწმენის ფენომენი. და როდესაც ჩვენ მოვდივართ და მე უკვე შესაბამისად და გარკვეულ ქმედებებს ჩავდივართ, სწორედ აქ იწყება ხოლმე ის მთავარი შეცდომა, რასაც ჩვენ უშვებთ, რომ იმის მაგივრად, რომ რწმენის მიზეზი ვეძებოთ, რწმენის მიზეზი, ანუ ვინ? ღმერთი და არა უბრალოდ ღმერთი, როგორც ასეთი, როგორც ყველა სწამს, არამედ ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით ღმერთი ადამიანად მოვიდა, განკაცებული ღმერთი. რწმენის მიზეზი, ცოცხალი მიზეზი ვეძებოთ სამწუხაროდ იმის გამო, რომ ჩვენ არასწორად მოგაწოდეთ ქრისტიანობა, სასულიერო პირება, ან იმის გამო, რომ ცოცხალი ღმერთის ძიება ძალიან რთულია და გაცილებით იოლია უბრალოდ რელიგიური ცხოვრება. მოკლედ გარკვეული მიზეზების გამო, სუბიექტური თუ ობიექტური, გადავეშვებით ხოლმე ამ კანონ აღსრულების ფერხულში შეიძლება ასე ითქვას, თითქოს მე ყველაფერს ვაკეთებ, მით უმეტეს თუ მოწადინებული ვართ, მით უმეტეს თუ ნებისყოფა ძლიერი გვაქვს, დისციპლინა გვაქვს, პასუხისმგებლობის გზნობა და განცდა გვაქვს, ხო? ვალდებულების განცდა და
აი ამ წესებისა და კანონების აღსრულების აი ამ ბორბალში ჩავტრიალდებით ხოლმე ციყვივით ხო რო დარბის და ამ დროს ყველაზე მთავარი გვავიწყდება. ყველაზე მთავარი იკარგება განცდა ცოცხალი ღმერთის. ეს ეხება იგივე აღსარება დღეს აღსარებების დღეა ხო და დღეს რაღაცნაირად შეღავაც ვაკეთებთ რომ აი ესე გესაუბრებით აღსარებებზე. თქვენ ძალიან ხშირად მოდიხართ და ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს აღსარების დროს. როცა ჩვენ საკუთარ ცოდვებში ვიქექებით. როგორ ახლა ცოდვები არ უნდა, რა თქმა უნდა თქვა, მაგრამ ხო ხვდებით, რითი არის მოტივირებული ჩვენი საქციელი. რაზე კეთდება აქცენტი. არ დაგვავიწყდეს, ამას სულ გეუბნებით ხოლმე, როცა ერთ-ერთზე მოდიხართ, აი ყველაფერს იტყვით და უცებ მე გეუბნებით, რომ თქვენი აღსარება არ ვარ. იმიტომ რომ ამ აღსარებაში არ არის ქრისტიანული სინანული. იმიტომ რომ ქრისტიანული სინანული ეს არის შეუჩერებელი, შემოქმედებითობით აღსავსე სწრაფვა ქრისტესკენ. მანამდე გაცნობიერება საკუთარი მდგომარეობისა და სწრაფვა ქრისტესკენ. მიზანი ქრისტეა. აღსარების ყოველი სიტყვის მიზანი ქრისტეა. საკუთარი ცოდვების განხილვის მიზანი ქრისტეა. თუ ქრისტესკენ არ არის მიმართული ჩვენი ქმედება ნებისმიერი აღსრულებული ეკლესიაში და მათ შორის აღსარება ის აზრს კარგავს და მე უკვე სამწუხაროდ მე პრობლემა არის ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი აკეთებს და შედეგი არ აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. მერე გარდა ამისა არსებობს მდგომარეობა, როცა ადამიანი იშვიათად ეზიარება, ეს ერთი ადამიანი ჩამოუყალიბებელი ქრისტიანია. მან არის ის ბოლომდე სულიერი მადარა, არ შია და არ წყურია. აი ის ნეტარება, რომელიც ჭეშმარიტების შიმშილს და ჭეშმარიტების წყურვილის მოყვება, ეს ნეტარება მას არ აქვს. ნეტარება მშირი და მწყურვალი სიმართლისათვის. ის შორს არის ამ ნეტარებისაგან. როდესაც ადამიანი მეტნაკლებად სწორესულიერ ცხოვრებას იწყებს და გარკვეული შტამპებიდან გამოდის, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ეკლესიაშიც არსებობს, მერე მისი ცხოვრება სულიერი აქტიურდება და ხდება ხშირი მაზიარებელი. ხშირი მაზიარებელი ადამიანის აღსარებად შესაბამისად სხვანაირი ხდება. რას ნიშნავს ხშირი მაზიარებელი ადამიანი? ხშირი მაზიარებელი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოვიდა და თქვა თუნდაც ყოველ დღე ეზიარა. არა, ხშირი მაზიარებელი ადამიანი ნიშნავს ყოველ დღე, ყოველ ღამე, ყოველ წამს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, გინა გეძინოთ, გინა გეღვიძოთ, პავლე მოციქულის სიტყვებს გახსენებთ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერს ღვთისადიდებლად აკეთებდეს და შესაბამისად სულ ყველაფერში ყველგან ღმერთს ეძებდეს. რა არის ქრისტიანობა, რა არის მარადიული სიცოცხლე, როგორც პავლე მოციქული ამბობს თავის ეპისტოლეში, თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეა თუ არ ვცდები, რომ სულ უფალთან ერთად ვიმყოფებოდეთ, ეს საკითხავი მიცვალებულთა წესსაგების დროს იკითხება, სულ ღმერთთან ყოფობა. როცა ადამიანი აი ამას ცდილობს, სულ იყოს ღმერთთან. და შესაბამისად, როცა აი ეს შინაგანი განწყობა ვლინდება იმაში გარეგნულად, რომ ის ხშირად ეზიარება, აი ამას ქვია ხშირი ზიარება. და არა იმას, რომ ადამიანი ეზიარებოდეს ხშირად და შინაგანად სულ ღმერთისაკენ არის სწრაფვდეს. სულ ღმერთისაკენ სწრაფვის აუცილებელი პირობა. ეს არის გონიერი ლოცვის სწავლა, რომლის გარეშე უბრალოდ აბსოლუტურად შეუძლებელია სულ ღმერთთან ყოფნის ცდილობაც კი. იმიტომ რომ გონიერი ლოცვა არის ის საშუალება, რითაც ჩვენ გულში მუდამ შეიძლება იყოს დამკვიდრებული ხსოვნა იესო ქრისტეს. და როცა ადამიანი ესე ცხოვრობს, მისი აღსარებაც უკვე სხვანაირი ხდება. და ერთ-ერთი რაც თავარია ამ დროს მნიშვნელოვანი, მისი აღსარება იწყება ღვთის წინაშე. ამას ეკლესია ჩვენ გვასწავლის. იგივე თქვათ, მეოთხე ლოცვა ზიარების წინა, იგივე თქვათ, მესამე ლოცვა საღამოს ლოცვებისა და ბევრი სხვა ლოცვებია. ნებისმიერ ლოცვაშიც არის ეს პრინციპში, მოყნა აი კონცენტრირებული სახით არის ადამიანი ჩვენ ეკლესია გვასწავლის, რომ შევინანოთ, აღსარება ვთქვათ ღმერთის წინაშე, როცა ვართ წარდგომილები. ანუ ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენ აღსარებას მოძღვართან კი არ ვამბობთ უბრალოდ, არამედ ღვთის წინაშე ვამბობთ. ღვთის წინაშე. მოძღვართან ეს ერთ-ერთი ფორმაა სინანულისა. უმთავრესი ფორმა ეს ღვთის წინაშე სინანული. და ადამიანი, რომელიც მუდმივად აი ესე როგორც გითხარით, ღვთის ძიებით და ხშირი ზიარებით ცხოვრობს, მისი აღსარების ერთ-ერთი მის სინანულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება არის, როცა ადამიანი მუდამ ნანობს ღვთის წინაშე და ნანობს საკუთარი პასუხისგებლობით. ძალიან არის ხოლმე, ჭირათ რომ თქვა
ლაპარაკობ იმაზე, ვინც ხშირად ეზიარება, შემოაგზავნიან ხოლმე იმას ფურცას პატარას. და იქ წერია განვიკითხე გონება გამებნა რაღაც ესეთი. მე უკან ვატან ხოლმე ამ ფურცას და ვონები. ესეთი აღსარება ამ დროს ნუ მიგზავნე. ჯერ ერთი ყველა რო შემოაგზავნოს წირვა გაჩერდება. მეორე, ეს არის ის მდგომარეობა, დაცემული ბუნების გამოვლინება, რომელსაც შენ უნდა ებრძოდე, შენი პასუხისგებლობით. და აღსარებაზე რომ მოხვალ, თქმა უნდა, იტყვი. მაგრამ იმ შუალედებში, რადგან ხშირად ეზიარები, ამის თქმა საჭირო არ არის. ამ წუთში ჩემთან მუდამ უნდა გქონდეს სინანულის განცდა, განწყობა ესეთი უნდა გქონდეს და სულ უნდა ებრძოდე შენში არსებულ აი ამ ცოდვიან მიდრეკილებებს, რომელიც სიტყვის თქმით, როცა ამას იტყვით, ერთჯერადად ის არ აღმოიფხვრება, რო ითქვი, ისევ გაქვს. ისევ გაქვს. მე არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. სად მიეტევება, ამაზე ხშირად ვამბობ, სად მიეტევება ადამიანს ცოდვები? როგორ მიეტევება ადამიანს ცოდვები? ადამიანს ცოდვები მიეტევება ეკლესიაში. ამას ხაზგასმით ამბობს უფალი. ვისაც ეკლესია მიუტევებს, მას მიეტევება. რას ნიშნავს ეკლესია მიუტევებს ცოდვებს? არა მხოლოდ იმას, ოლარი გადაგაფარა მღვდელმა და მიგეტევა. ისევ გარეგანზე დაგყვავს. ხშირად არის ხოლმე, რომ აი აღსარება თქვი და ოლარი არ გადამაფარა. ოლარის გადაფარებას თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ ცოდვები მიეტევება ადამიანს ეკლესიაში ნიშნავს არა ოლარის გადაფარებას, არა მაინდა-მაინც სიტყვის წარმოთქმას, არამედ იმას, რომ ეკლესიის ნაწილი ხდება ადამიანი და ხდება რა ქრისტეს სხეულის ორგანული ნაწილი. შესაბამისად, ჩვენში შემოდის რა მარადიული სიცოცხლე, როგორც უფალი ამბობს, ვინ ჩემს სისხლს და ხორცს ეზიარება, მე მასში შევდივარ, ის ჩემთან არის და მასში იწყება მარადიული სიცოცხლე და არის რა მარადიული სიცოცხლე, ღმერთი, ცოცხალი ღმერთი თავის მადლითა და ენერგიებით, სწორედ ღვთის მადლითა და ენერგიით განიწმინდება ადამიანის დაზიანებული ბუნება, ინკურნება ადამიანის დაავადებული ბუნება და ეს არის სწორედ განკურნება, ეს არის სწორედ მიტევება ცოდვა. იმიტომაც არის შეუძლებელი ეკლესიის გარეშე ცხონება და იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე ადამიანის ცოდვიანი ბუნების განკურნება არ ხდება. ცოდვა რა არის? ცოდვა ეს არის ღმერთისგან შორს ყოფობა, ღვთისკენ ვერ წასვლა და შეუძლებლობა ღმერთთან ყოფობისა და სწორედ აი ეს არის თავარი პრობლემა და ეს გვარდება ეკლესიის წიაღში. და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ქრისტიანები. ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავემსგავსოთ ქრისტეს. ცხოვრების წესით, როგორც იოანე მოციქული გვასწავლის, აზროვნების წესით, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, ანუ ჩვენ დავემსგავსოთ ქრისტეს და სამყაროს აღვიქვავდეთ, როგორც ქრისტე აღიქვავს სამყაროს. ანუ ქრისტეს თვალებით უყურებდეთ სამყაროს და ჩვენ გქონდეს ყველაფერზე ქრისტეს მსგავსი რეაქცია, როგორიც ექნებოდა და აქვს მას. ანუ ჩვენ გავხდეთ ქრისტეს. ჩვენ გავხდეთ მისი თანამემკვიდრენი, თანამშრომელნი, მისი ოჯახის წევრი და მისი საქმის გამგზელებელი. ეს არის ჩვენი ნაყოფი სულიერი ცხოვრების ნაყოფი თუ სულიერი ცხოვრება სწორია, ეს არის სწორედ ის ნაყოფი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიდეთ. ეს აუცილებლად ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობაში და აუცილებლად ვლინდება, ანუ ქრისტეს მიერ ურთიერთობაში, როცა ყველას პატიებ. განურჩევლად, ყველას პატიებ. როდესაც ქრისტესგან სწავლობ სიმშვიდეს და სიმდაბლეს, ანუ მორჩილებას, სიმშვიდეს, სიმდაბლე მორჩილებაში ვლინდება. მორჩილება ვლინდება სხვისი თავისუფლების პატივისცემაში. როცა შენ სხვის თავისუფლებას არანაირად არ შეეხები, მაშინ შენ სწავლობ მორჩილებას. უცნაურია ის, რომ შენი პირადი თავისუფლებაც მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა შენ სხვის თავისუფლებას არ ეხები. ვინ გვასწავლის ამას? თუნდაც ყოვლადწმინდა სამება. მამა ღმერთი აბსოლუტური თავისუფალია, მაგრამ ის ძისა და სულიწმინდისათვის ცხოვრობს. ძე ღმერთი აბსოლუტური თავისუფალია, მაგრამ სრულ მორჩილებაშია მამასთან და სულიწმინდასთან და პირიქით. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს წმინდა წერილში. შენ თუ გინდა გახდე თავისუფალი, უნდა ისწავლოს სხვისი თავისუფლების ისეთი პატივისცემა, რომ საერთოდ არ შეეხომოს. ეს რა თქმა უნდა გვეხება მოძღვრებს. ჩვენ ძალიან ხშირად არ გვესმის ხოლმე და ჩვენ ძალაუფლებას, რომელიც ღვთისაგან მოგვეცა, მივიყენებთ ადამიანების თავისუფლებაზე ძალადობისათვის. ამის უფლება ჩვენ არ აქვს. და ეს ძალაუფლება ქრისტეს მიერია და ქრისტე არავის არ ძალადობს. სახარებაში ვერცად ადგილას ვერ ნახავ, სადაც ქრისტე ადამიანებზე ძალადობდეს. პირიქით, როცა ხდება ხოლმე ესეთი საშიშროება, რომ ადამიანება შეიძლება დატოვონ, აქ ლაპარაკია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. უფალიონება, თქვენს ხომ არ წახვალთ, არც ლოგიკით, არც ფსიქოლოგიურად, მით უმეტეს არც საღვთო ძალმოსილებით, არასოდეს ქრისტე არავის არც მორალის კითხვით.
არასოდეს ქრისტე არავის არ ძალადობს. და ამით გვაჩვენა, რომ ქრისტეს ღვთაებრივი ძალაუფლება არის არა ძალადობა სხვა ადამიანის თავისუფლებაზე, არამედ სხვა ადამიანის ბოლომდე გაფრთხილება და ამით მისი ამ ადამიანის რეალიზება, მხოლოდ თავისუფლებაში რეალიზებული ადამიანს შეუძლია დაინახოს ღმერთი. და ჩვენ სასულიერო პირებმა ეს უნდა ვაკეთოთ და თქვენ როგორც სამღვდელო და სამეფო დასმა ეს უნდა აკეთოთ თქვენს ახლობლებთან ურთიერთობაში. და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ყველასი და განსაკუთრებულად და თქმა უნდა ამ შემთხვევაში სასულიერო პირების არის ის, რომ ჩვენი ცხოვრების წესი იდიდებოდეს ჩვენი მაცხოვარი განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც არის არსი და მიზანი წყარო სიცოცხლისა. ყველაფერი ჩვენთვის, რაც სასიკეთო ყველაფრის წყარო და არსი და მიზანი ჩვენი ცხოვრების. აი პავლე მოციქული როგორ გვესაუბრება დღევანდელ ეპისტოლეში თესალონიკეთა მიმართ მეორე ეპისტოლია, ეს პირველი თავია. ვილოცავ მარადის თქვენთვის, ანუ თქვენთვის ლოცულობ პავლე მოციქული გვეუბნება, რათა ნახეთ რა საოცარ რაღაცას გვეუბნება, რათა ღირს ყვნეს თქვენ ღმერთმან ჩინებისა მის, ანუ ჩინება არის მოწოდება. აი რა მოწოდებითაც მოწოდებული ხართ თქვენ, აი ამის ღირსი გაგხადოთ ღმერთმა. რა მოწოდებით ვართ მოწოდებული? ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენი მოწოდება ეს არის, ჩვენ ქრისტიანები ვართ. ქრისტემ მოგვიწოდა. და აი ამ სახელის შესაბამისი ცხოვრების და შინაგანი მდგომარეობის ღირსი გაგხოდოს. აი ამას გვეუბნება პავლე მოციქული. ანუ ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. და შემდეგ აგრძელებს. აგავსნეს, ანუ თქვენ რომ აღივსოთ ყოვლითა სათნოებითა. ყოვლითა სათნოებითა, ყველა სათნოებებით, რა სათნოებებზეა ლაპარაკი? ადამიანურ სიკეთეებზე, რითაც ჩვენ შეიძლება თავი მოვიწონოთ, არა. ყოვლითა სათნოებითა სახარებისაით. ანუ ქრისტეს მიერ სათნოებაზე, რაც წეგან თქვი, ისწავლეთ ჩემგან, უფალი ამბობს, შვიდ ვარ და მდაბალგულითა. აი საოცარი გონებისათვის მიუწვდომელი, ჩვენი ადამიანური ბუნებისათვის უცხო და შეუძლებელი სათნოების აღსრულებისათვის მოგვიწოდოს პავლე მოციქული, რომელიც ღვთის ძალისა და მადლის გარეშე არ ხდება. ეს არის სახარებისეული სათნოება. ამიტომ აღსარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ თქვენ სუნთქავდეთ წმინდა წერილით. იმიტომ რომ თუ თქვენი აღსარება არ ეფუძნება წმინდა წერილს, ასევე თქვენი ლოცვა, იგივე იესოს ლოცვა, თუ არ ეფუძნება წმინდა წერილს, თქვენი არც აღსარება ივარგებს, არც გონიერი ლოცვის სწავლა არ გამოვა. ანუ თქვენი ათვლის წერტილი, თქვენი რასაც თქვენ უნდა შეედაროთ, რის მიხედვითაც უნდა შეაფასოთ თქვენი ცხოვრების წესიც, სინანულიც და სიტყვაც ლოცვაში ეს არის სიტყვაში განივთებული საღვთო მადლი და ენერგია, ანუ წმინდა წერილი. ამიტომ სახარების გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ თქვენი გულის წიგნად უნდა იქცეს და მუდამ უნდა გქონდეთ კავშირი მასთან. და ასევე გულოცავს პავლე მოციქული საქმითა სარწმუნოებისაითა. ანუ სარწმუნოებრივი საქმეები რო გქონდეს. არა საქმე უბრალოდ, არა სარწმუნოება უბრალოდ, არამედ სარწმუნოებრივი საქმეები. რა არის სარწმუნოებრივი საქმეები? ისევ და ისევ სარწმუნოებრივი საქმეები არის არა უბრალოდ ქველმოქმედება, არა უბრალოდ რელიგიური ცხოვრება, არა უბრალოდ გნებავთ თავგანწირვაც კი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ესე იგი თავის რო გავწირო, ქველმოქმედება ისეთი რომ ყველაფერი გავცე, თავი გავწირო სიკვდილამდე, რელიგიური ცხოვრება ისეთი ძლიერი რომ ჩემი ლოცვით მთებს გადავაადგილებდე, წინასწარ მეტყველებდე, მაგრამ თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარ, პავლე მოციქული ამბობს და რა სიყვარულზეა ლაპარაკი? სიყვარულზე არა იმ სიყვარულზე, რომელიც ჩვენ როგორც ბიოლოგიურ არსებებს გაგვაჩნია, არამედ სიყვარულზე, როგორც ჩვენში სულიწმინდის მოქმედებაზე, სულიწმინდის ნაყოფზე, როგორც იგივე პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს. ანუ საღვთო სიყვარულზე, იმ სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ღმერთს აქვს და არაფერს და არავის ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ესეთი სიყვარული უბრალოდ არ არსებობს. ამაზეა საუბარი და შემდეგ აგრძელებს ძალითა, ანუ საქმითა სარწმუნოებითა და ძალითა. ძალაში ჩვენ შეიძლება საღვთო ძალა და ენერგიაც ვიგულისხმოთ, მაგრამ საკუთარიც, როდესაც ადამიანი ცხონდება სინერგიული პრინციპით, ანუ ღმერთი რა გვაძლევს, თქვა ორ ტალანტს, ჩვენი ძალისხმევით იმას კიდევ ორი უნდა დავამატოთ. როცა მთელ რესურსს ხარჯავთ
იმაში, რომ საღვთო მადლი, რომელიც მოგვეცა ჩვენში გამრავლდეს და გაძლიერდეს. როცა ჩვენ იძულებას ვახდენთ საკუთარ თავზე და საკუთარ თავზე იძულებით გაიხსნება ჩვენთვის სასუფეველი. როცა ჩვენი ნებელობა ჩართულია ჩვენი გადარჩენის საქმეში, ოღონდ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ჩემი პიროვნული არჩევანით ჩემში გავაბატონებ საღვთო ნებელობას. და ეს ყველაფერი რისთვის? რათა იდიდოს სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ შორის და თქვენ მის მიერ, ანუ ჩვენ შორის ქრისტე იდიდება, ჩვენ ქრისტეს მიერ ვიდიდებით მადლითა მით ღვთისაითა ჩვენისაითა და უფლისა იესო ქრისტესითა. აი, როდესაც ჩვენი ცხოვრება დილიდან საღამომდე და ყოველდღე, ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ყოველი გულის ცემა, ყოველი თვალის გახელა აღსებული იქნება იმით და იმით იქნება მოტივირებული, რომ კიდე რა გავაკეთო, რომ ქრისტე იდიდებოდეს. აი მაშინ ვიქნები ჩვენ ამდილი ქრისტიანები. მე მესმის ეს ეს ნიშნული როგორ მაღლა არის აწეული, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი ფანტაზიები არ არის ეს გელაპარაკებით ხოლმე წმინდა წერილიდან. თუ ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი არ იქნება მიკუთვნილი ქრისტესადმი, ყოველი ესეთი წამი დაკარგულია. და თუ ესეთი დაკარგული წამები ჩვენი ცხოვრების ძირითად ნაწილს შეადგენენ, ჩვენი გადარჩენა ნამდვილად სათუო გახდება. ან ჩვენ ცხოვრებას რა ფასი აქვს? ან ჩვენ სიყვარულს, ან ჩვენ ღირსებას, ან ჩვენ პატიოსნებას, ან ჩვენ თავისუფლებას ვითომ. არაფერს ფასი აღარ აქვს ქრისტეს გარეშე. ამიტომ ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ესე იყოს გამსჭვალული ქრისტესთან და აბა ამ ქვეყნიური ცხოვრებაზე უფალმა ორი რამე გვითხრა. პირველი, რომ ვიშრომოთ და ჩვენი ოფლით ვჭამდეთ ჩვენ პურს და მეორე, არ ვინერვიულოთ და არ ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ჩვენი საზღვრავი თუ იქნება მხოლოდ ქრისტეს ერთგულება და მისი ძიება, დანარჩენზე უკვე უფალზე მინდობილები ვიქნებით და ვიქნებით მშვიდად. არანაირი პრობლემა არ გვექნება იმ სახის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის დამღუპელი იქნება. ღმერთი შეგვეციოს, ღმერთმა გაგვაძლიეროს და მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენს მამებს, სტუმრებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად დღეს გაიხარეს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.